არის ორი რამ, რომლისოდაც არ შეგვიძლია ცხოვრება. ეს არის ტელეფონი და ინტერნეტი. ტელეფონი და ინტერნეტი. მე გთხოვთ, ავიღოთ ჩვენი ტელეფონი და გადავდოთ გვერდზე. ცოტაოდენი ხო შეიძლება? გამოვიდეთ ინტერნეტიდან და გულისყურით მოусმინოთ უფლის სიტყვას. ტელეფონი და ინტერნეტი. ორი რამ, რომლისოდაც ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება. და თვალსა და ხელს შუა აღმოვაჩენთ, რომ ვართ ძალიან დამოკიდებულები. დიდებიც ზოგჯერ ამბობენ, აი ახალგაზრდები ტელეფონშია, ინტერნეტშია, დიდები ნაკლებად არ არიან ტელეფონში და ინტერნეტში. არ მგონია მთლად გამართლებული იყოს ღვთისმსახურების დროს ადამიანი იმყოფებოდეს სოციალურ ქსელში, უყურებდეს რილებს, იყოს TikTok-ში, Instagram-ში, კონდეს მიმოწერა. რატომ? ალბათ პასუხი ძალიან მარტივია. მოვიდე ღვთისმსახურებაზე და ისევ დავრჩე იქ, სადაც თითქმის 24 საათი ვიმყოფები, სულ მცირე არის ღვთის უპატივცემულობა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეკლესიაში, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი შეკრება. მაშასე გთხოვთ, გადავდოთ ჩვენი ტელეფონები, გამოვიდეთ Facebook-იდან, სოციალური ქსელებიდან. ამ წუთში შეიძლება ზუსტია, შეიძლება არ არის, არ ვიცი. 16 ადამიანი ვართ ამ წუთში აი ახლა ეკლესიის ქსელში, ხომ, შეერთებულები. 32 24 გახდა. 24 გახდა, უკეთესი. 24 ადამიანი ამ წუთში ვართ შეერთებული. ჩემი ჩათვლით. მოხედავთ. ყველაფერი ფიქსირდება, ყველა ჩვენი ფეხის ნაბიჯი. გადავშალოთ ბიბლია, იაკობის წერილი. თუ თქვენი ბიბლია ტელეფონებშია, არინაღლოთ, ტელეფონი მაინც გადადეთ, იმიტომ რომ ტექსტი გამოჩნდება და წაიკითხავთ, ცოტა ხანი მაინც გადადეთ ეს. ეს ტელეფონი და წავიკითხოთ უფლის სიტყვა. კითხოთ პირველ 5 მუხლს. მოდით ახლა თქვენ ციტირეთ მდიდრებო და ივაგლახეთ იმ უბედურებაზე თქვენზე რომ მოდის. თქვენი სიმდიდრე დაუპა, თქვენი სამოსელი კი ჩრჩილმა დაჭამა. თქვენი ოქრო და ვერცხლი დაიჟანგა. მათი ჟანგი იქნება მოწმობა თქვენს წინააღმდეგ და თქვენს ხორცს ცეცხლივით შეჭამს იგი. დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისათვის. აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ. ღაღადებს და მომკელთა ღაღადი უფალ ცაბაოთის ყურამდე აღწევს. თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის გულები დაისუქეთ. ეს არის უფლის სიტყვა, ვილოცოთ. ღმერთო, მადლობა შენი სიტყვისთვის, რომელშიც გვაქვს გამოცხადება შენი ნებისა. გევედრებით სული წმინდის მადლით გაგვიცხადე შენი ჭეშმარიტება შენ სიტყვაში. გაგვაგონე შენი ხმა. მოგვეცი რათა ვერ წმუნოთ შენს ძეს, დაგვიმკვიდრე ამ რწმენით საუკუნო სიცოცხლე
და მოგვეცი გაბედულება ვაუწყოთ ეს რწმენა სამყაროს. გევედრებით იესო ქრისტეს მიერ. ამინ. ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში ჰერმან ჰესე თავის სახელგანთქმულ რომანში სახელწოდებით ტრამალის მგელი ამბობს ასეთ სიტყვებს: ყველას გვაქვს ჩვენი მომაკვდინებელი ცოდვა. რა არის თქვენი ან ჩემი მომაკვდინებელი ცოდვა? ყველას გვაქვს, ამბობს ჰესე. და თავარი მოქმედი პირი ამ რომანისა გადმოცემულია იმგვარ არსებად, რომელშიც ორი საწყისია, ერთი ადამიანური და მეორე მგლური. თითქოს წმინდა ავგუსტინეს კითხულობ, როდესაც ტრამალის მგელის ბუნებას განიხილავ. ერთი მხრივ ადამიანური ბუნება გვასწავლის და გვაქეზებს კეთილი საქმეების კეთებისკენ, ხოლო მეორე მხრივ მგლური ბუნება ჩვენში თავს იჩენს, ტკბილებს აკრაჭუნებს, დრუნჯზე სისხნარევი დუჟი მოსდის და დასცინის ადამიანს და მიიჩნევს, რომ ის კეთილი განზრახვა, რომელიც ჩაფიქრებული აქვს მას, არის სისულელი. სიტყვა, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, არის ძალიან მრისხანი, ულმობელი. ეს არის ნამდვილი თავდასხმა მდიდრებზე. შეხედეთ, როგორ იწყება: მოდით ახლა. არავითარი ჩემო ძმებო, საყვარლებო, მოდით ახლა თქვენ. მოდით ახლა თქვენ, იხმობს მოციქული. იტირეთ მდიდრებო. ივაგლახეთ იმ უბედურებაზე თქვენზე რომ მოდის. როგორც ამბობს ცნობილი ირლანდიელი ღვთისმეტყველი ალეკ მოტიერი, სულშერის მასზე არის ნათქვამი, რომ ის ითვლება კომპეტენტურ და პოპულარულ ექსპოზიტორად, ანუ განმარტებლად. მისი სრული სახელი არის ჯონ ალექსანდერ მოტიერი. ირლანდიელი ცნობილი სწავლული, ღვთისმეტყველი, მღვდელი. თავის განმარტებაში იაკობის წერილზე მოტიერი ამბობს, რომ აქ არის პრობლემა. ორი. იმისათვის, რომ ჩვენ გავერკვეთ საერთოდ რა ხდება ამ ხუთ მუხლში. პირველი პრობლემა, ვიზზე ლაპარაკობს ავტორი? ეკლესიის წევრებზე, ანუ მორწმუნე მდიდრებზე, თუ ეკლესიის მიღმა მყოფ ცოდვილებზე? და მეორე პრობლემა, თუნდაც რომ ლაპარაკობდეს ეკლესიის წევრებზე, ყველა არ არის მდიდარი. შესაბამისად, ეს სიტყვა შეიძლება არ გვეკუთვნოდეს თითოეულ ჩვენგანს. აი რა არის პრობლემა. მოდი ჯერ დავინახოთ პრობლემა. ღვთის სიტყვის შემსწავლელი, ღვთის სიტყვის მკითხველი დეტექტივს გავს. ის ეძებს დანაშაულის ადგილს, ის იკვლევს დანაშაულს, ადგენს დამნაშავეებს, აგრეთვე უდანაშაულოებს და ცდილობს დახლართული კვანძი რამენაირად გადაჭრას. მოდი ჯერ დავინახოთ რა არის პრობლემა. მოდი თქვენ აქ გვეკუთვნის თუ არა ეს სიტყვა ჩვენ. დღემდე მინდა გითხრათ გულწრფელად, დღემდე განმარტებელთა აზრი არ არის ერთგვაროვანი. ვიზზე საუბრობს მოციქული? მორწმუნეებზე თუ ურწმუნოებზე, ეკლესიის მიღმა მყოფ მდიდარ ცოდვილებს? თუ ასია, მაშინ ეს სიტყვა ჩვენ არ გვეკუთვნის, ეს არის წინასწარმეტყველური სიტყვა მოციქულისა მათ მიმართ, მათ უბედურებების შესახებ, რომლებიც მათ ეწევათ. ჩვენ ვრჩებით ამ ტექსტის მიღმა. ჩვენ ხვდებით არა მონაწილენი, არა ადრესატები ამ სიტყვებისა, არამედ ჩვენ ხვდებით
მაყურებლები, რომლებიც ვიფხანთ გულს, აი, დიდარი იყავი და უბედურებები გეწევა. გესმით ხო პრობლემის შინაარსი? მაყურებელი თუ ადრესატი, ვინ ვართ ჩვენ, როდესაც ამ ტექსტს ვკითხულობთ? მოდით ახლა თქვენ იტირეთ მდიდრებო. მორწმუნეებზე ალაპარაკი თუ ურწმუნოებზე? ერთნი ამტკიცებენ, რომ ეს არიან ცოდვილები, ეკლესიის მიღმა მყოფები, მეორენი ეკლესიაში მყოფი მორწმუნე მდიდრები. თქვენ რას ფიქრობთ? მეორე, რაც თქვი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. თუნდაც ლაპარაკი იყოს ეკლესიის მორწმუნეებზე, ყველა არ არის და არც არასოდეს ყოფილა ეკლესიაში მდიდარი. სხვადასხვა ეს იყო პირველი გამოწვევა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა პირველი ეკლესიისა. და ამ გამოწვევას ქვიოდა სოციალური უთანასწორობის გამოწვევა, იმიტომ რომ ეკლესია არის ძალიან დემოკრატიული რამ. ეკლესია არის ყველაზე დემოკრატიული ორგანიზაცია. ის არა მარტო სხეულია ქრისტესი, არამედ მიწაზე ორგანიზაცია. ანუ ადამიანთა კრებული, ეს არის ორგანიზაცია. ყველაზე დემოკრატიული, რატომ? იმიტომ რომ ეკლესიაში VIP პერსონები არ არსებობენ. ეკლესია არ არის მდიდრების, ეკლესია არ არის ღარიბების, ეკლესია არ არის კაცების, ზოგ შეიძლება ასე ეგონოს. ეკლესია არ არის მქალების, ეკლესია არ არის მდიდრების, ეკლესია არ არის ღარიბების, ეკლესია არ არის განათლებულების, ეკლესია არ არის უბირების, ეკლესია არის ყველას. ეს არის ყველაზე დემოკრატიული ორგანიზაცია. ამიტომაც ვამბობ ჩვენ სარწმუნოების სიმბოლოში, როგორი ეკლესიის გვჯერა ჩვენ 4 მახასიათებელი, რა და რა. დღეს თაზომ უნდა ჩამაბაროს მრწამს, სად არის თაზო? აქ არ არის. ზემოთ არის. 4 რამ ეკლესიის. 1 წმინდა, სამოციქულო და კათოლიკე. ანუ რომის კათოლიკური კი არა, კათოლიკე, ანუ საყოველთაო, ყველასთვის არის. იესომ თქვა, როდესაც მე ავმაღლდები, რას გულისხმობდა? ორ ამაღლებას, ჯვარცმას და აი ამ ამაღლებას. როდესაც მე ავმაღლდები, ყველას უკლებლივ მოვიზიდავ ჩემკენ. ეკლესია არის ძალიან დემოკრატიული. ეს პრობლემაც არის. რა არის პრობლემა? ასე დემოკრატიულ გარემოში მოვიდნენ მდიდრებიც და ღარიბებიც. აი ამ წერილში, თუ მთლიან ლიტერატურულ კონტექსტს განვიხილავთ, ეს პრობლემა ძალიან მძაფრად დგას. მაგალითად, იაკობი ამბობს, თუ თქვენ საკრებულოში შემოვა მდიდარი ადამიანი, მოვა მსახურებაზე, კარგი მანქანით, კარგად შემოსილით, ანსაცმელით და ეტყვით მას. აი მოდით, დაბრძანდით, თქვენთვის სპეციალური ადგილები გვაქვს გაკეთებული, მარმარილოს სკამებით. შემდეგ მოვა ღარიბი, რომელსაც არაფერი არ გააჩნია, ტურტლიანი, სუნიანი. და ეტყვით, შენ აი იქ არ დაჯდა, იქ დადექი კუთხეში, შენგან სუნი მოდის, არ შეგვაწუხო. ან ეტყვით, აი აქ ფეხებთან, ჩემ ფეხებთან დაჯექიო. სხვადასხვა კომენტატორები ამბობენ, რატომ ჩემს ფეხებთან? იმ დროს სანდლები დადიოდნენ, ანუ ფეხი არ იყო თლიანად დაფარული და ფეხს ასდიოდა სუნი. ფეხთან დაჯექი ეს არის ძალიან დამამცირებელი იმ დროისათვის. დღეს, რა თქმა უნდა, ფეხზე შემოსილები გვაქვს, მაგრამ იმ დროს, იმ კულტურაში, იმ ტრადიციაში ძირითადად თასმიანი ფეხსაცმელებით, ანუ სანდლები დადიოდნენ. ფეხი იყო ხშირად გაუფლებული, მტვერიანი, ჭუჭყიანი და შეიძლება სუნიანიც. ამიტომ გაიგეთ, რას ნიშნავს იაკობის ეს სიტყვები. შემოდის მდიდარი ეკლესიაში, ყველა ესალმება, მობრძანდით, იმიტომ რომ ის კარგ მიათეთს შემოიტანს, კარგ შესაწირავს შემოიტანს, პატივდებულია ეკლესიას მხარს დაუჭერს და სხვა რომ არაფერი იყოს, საზოგადოებაში არის ცნობილი პირი. მაგრამ შემოდის საზოგადოებისთვის არავინ, შეიძლება მონაც, ღარიბი, ღატაკი, რომლის მიათედი არის არარაობა, არაფერი. და მას არა მარტო ეუბნებით კარგ ადგილას დაჯექიო, ეუბნებით საერთოდ არ დაჯდე, იდექი, აი იქ შორს, იდექი იქ. ან თუ დაჯდომა გინდა, მხოლოდ ჩემს ფეხთან დაჯექი. ისე რომ შენი ცხვირი ახლოს იყოს ჩემს ფეხთან. გესმით ხო? აი იაკობი გადმოგცემს აი ამ სიმძაფრეს, აი ამ პრობლემას, რომელსაც ქვია სოციალური უთანასწორობის პრობლემა. და როგორ ხდება ეკლესიაში ამ პრობლემის გადაჭრა? არა რევოლუციის გზით, არამც და არამც. სახარება სულ სხვა გზას გვთავაზობს, აბსოლუტურად განსხვავებულ გზას.
არც ერთ რევოლუციას ისტორიაში არ მოუტანია სტაბილური, ხანგრძლივი და ნამდვილი თანასწორობა. არც ერთს. ცდილობები იყო. მაგრამ სინამდვილეში არც ერთს, იმიტომ რომ ყველაფერი აქ რაც ხდება არის ილუზორული, დროებითი, არამდგრადი, მყიფე. ნამდვილი სამართლიანობა, ნამდვილი თანასწორობა მიღწევადია მხოლოდ ქრისტეს სასუფეველში. მაშასე ორიოდე სიტყვით ჩვენ ვახსენეთ ის პრობლემა, რომელიც იდგა პირველ ეკლესიაში. ახლა აი ამ პრობლემის შუქზე განიხილეთ ეს მრისხანეს სიტყვები მდიდრების მიმართ. მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობა ალბათ იხრება მაინც იქითკენ, რომ აქ არის ლაპარაკი მორწმუნე მდიდრებზე. ასეც რომ იყოს, ყველა ხომ არ არის მდიდარი. ანუ ისევ მეთვალყურე ვრჩები მე თუ ადრესატი. პრობლემა აი ამაშია. მინდა რომ კიდევ ერთხელ მოვხაზოთ ჩვენი საკითხი. მეთვალყურე ვარ თუ ადრესატი, უშუალო მონაწილე ამ სიტყვებისა. მოტიერი პასუხობს, რომ სინამდვილეში ეს სიტყვა გვეკუთვნის ყველას. მდიდარს, ღარიბს, საშუალო ფენის წარმომადგენელს მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ რომ მდიდრების მაგალითზე ღმერთი გველაპარაკება ყველას, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეს იმ მატერიალურ რესურსებთან, იმ მატერიალური რესურსების მიმართ, რომლებიც ღმერთმა ჩვენ მოგვანდო. როგორც ამბობდა ბარნსი, სიმდიდრე თავისთავად არ არის ბოროტება, აი ტელეფონი თავისთავად ბოროტება არ არის, არც Wi-Fi. მაგრამ გამოყენება ამ ტელეფონისა ან Wi-Fi-ისა შეიძლება გახდეს ცუდი რამ, დამაზიანებელი. გააგიჟოს ადამიანი, ნარკომანზე უფრო უარესი დამოკიდებული გახადოს. შეხედეთ, როდესაც დღეს ადამიანები იკრიბებიან თუნდაც სუფრაზე. ყველა შემდეგ თავის ტელეფონში შეძვრება ხოლმე და ყველა თავისთვისა მოყუჩებული. კომუნიკაცია არ არის მათ შორის. ბარნსი ამბობს, სიმდიდრე თავისთავად არ არის, არსად არ წერია, ეკლესიის მამები ერთხმად გაიძახიან, სიმდიდრე არ არის ცოდვა. მაგრამ სიმდიდრისადმი დამოკიდებულება შეიძლება გახდეს დიდი პრობლემა. და კერძოდ რა? ბარნსი ასახელებს, ერთი, როგორ მოიხვეჭ სიმდიდრეს, მეორე, რა დამოკიდებულება, სულისკვეთება გაქვს სიმდიდრის მიმართ, ანუ რატომ მოიხვეჭ, რა არის მოტივი და მესამე, როგორ განკარგავ ამ სიმდიდრეს. აი ეს შეიძლება იყოს ძალიან პრობლემატური. მაშასე აქ ლაპარაკია ყველაზე და ყველას მიმართ, ოღონდ მდიდრების მაგალითზე, როგორც ყველაზე რადიკალურ ნიმუშზე ჩვენთვის. იმიტომ რომ იაკობმა იმ დროს დაინახა და აღმოაჩინა ის მანკიერებანი, რაც მდიდრებს სიმდიდრის მიმართ გააჩნდათ. ეს არის სამი რამ. აი ამ ხუთ მუხში წერია სამი მანკიერების შესახებ. სამი რამ. პირველი, ეს არის მომხვეჭელობა, მეორე, ეს არის თაღლითობა და მესამე, ეს არის სიამეთ მოყვარეობა. აი ამ სამ მანკიერებაზე, გადაცდომაზე, თუ გნებავთ რელიგიურად, ცოდვაზე არის აქ ლაპარაკი. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, მდიდრები ეს არის ნიმუში, მაგრამ ღარიბი შეიძლება იყოს დამნაშავე ამ სამ ცოდვაში, სიმდიდრის მიმართ. რა მნიშვნელობა აქვს? ძვირად ღირებული ტელეფონი გექნება თუ ყველაზე იაფი ტელეფონი? ინტერნეტი. რა მნიშვნელობა აქვს? კარგი ინტერნეტი გექნება თუ ცუდი ინტერნეტი? თავარია ხო იყენებ? როგორ იყენებ? სად იყენებ? აი ეს აზრი ძალიან საჭიროა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით გავაცხადოთ. ყოველ დაუშვებელია წავიკითხოთ პირველი ხუთი მუხლი, ეს არის ელვა, ეს არის ქუხილი მდიდრებზე და ჩვენ აღმოჩნდეთ მეთვალყურეები. სეირის მაყურებლები, რომ აი მდიდრების მიმართ რა სიტყვაა ნათქვამი. მე არა ვარ, მადლობა ღმერთს, მდიდარი გადაურჩი ამ სიტყვას. არა, ვერ გადაურჩი. არა აქვს მნიშვნელობა.
არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ეს არის ნიმუში, როგორ ვექცევით ჩვენ ღირებულებას. წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს, ვერცხლი კი არ არის სოდვა. ყოველგვარი ბოროტების ფესვი არის რა? ვერცხლის მოყვარეობა. დოლარი კი არ არის სოდვა ან ლარი. დოლარის ან ლარის მოყვარეობა შეიძლება იყოს ბოროტება. დანა თავისთავად არ არის სოდვა, მაგრამ დანით შეიძლება კარაქი წაუსვათ პურზე, ან სხვა რამ, ან დანით შეიძლება ყელი გამოჭრათ ადამიანს. ხო ასეა? მაგრამ ის რომ დანით თქვენ ყელი გამოჭერით ადამიანს, არ გამოვა არასოდეს კანონი დანის აკრძალვის შესახებ. ყველამ აიგრძალოს დანა სახში, არავის დანა არ ქონდეს. რატომ? იმიტომ რომ დანით შეიძლება ადამიანს მიაყენოს ზიანი, წაართვა სიცოცხლე ან დაუზიანო ჯანმრთელობა. ხო სისულელია? ხო სისულელია? ამიტომაც დიდი სისულელია თქვა, ჩამოვართოთ მოდით ყველას ტელეფონები, გავაუქმოთ ინტერნეტი, დაუბრუნდეთ ქვის ხანას. არა. რა სისულელია, რატომ? სამი ცოდვა, მომხვეჭელობა, მეორე თაღლითობა და მესამე სიამეთ მოყვარეობა. საიდან ჩანს მომხეჭველობა? აი შეხედეთ. მომხეჭველობა არ არის ეს თქვენი სიმდიდრე დალპა. ანუ დაალპეთ სიმდიდრე. თქვენი სამოსელი ჩრჩილმა დაჭამა. გამოუყენებელი სიმდიდრე, დალპა, ჩრჩილმა შეჭამა. შემდეგ შეხედეთ, ოქრო და ვერცხლი დაიჟანგა. ზოგმა შეიძლება თქვას, ოქრო და ვერცხლი არ იჟანგება, შეეშალა მოციქულს. არა, ცნობილი გერმანელი პროფესორი გერხარდ მაიერი, ის დღეს ცოცხალია მოტიერისგან განსხვავებით. გერხარდ მაიერი, მას აქვს საუცხო კომენტარები იაკობის წერილზე. ამბობს, რომ იმ დროს, როცა იაკობი წერდა ამ სიტყვებს, ოქრო და ვერცხლი არ იყო სუფთა. ილო გესმის? ქონდა მინარევები, რომელიც შეიძლებოდა დაჟანგებულიყო. ამიტომ ეს არის ცხოვრებიდან აღებული მეტაფორა. ან შედარება. შემდეგ შეხედეთ. აქ წერია დაუნჯებული გაქვთ განძი უკანასკნელი დღეებისთვის. რას ამბობს ქრისტე, რა დაიუნჯეთო, სად დაიუნჯეთო? ზეცაშიო, სადაც თქვენი საუნჯი არის, იქ არის თქვენი გულიო. მოდი თქვათ, ჯერ რა არის ეს პირველი? მომხვეჭელობა. მომხვეჭელობა ეს არის გარდამეტებული, განმარტება. ჯერ ნახოთ, რა არის ეს მომხვეჭელობა? გარდამეტებული ზრუნვა სიმდიდრის მოპოვებისა და შენარჩუნებისათვის. მოკლეა, ხო გასაგებია? მაგრამ რა არის დამოკიდებული, ან რა არის დაკავშირებული მომხვეჭელობასთან? ორი რამ. მოტიერი ამბობს ორი რამ, ორი საშინელი რამ. პირველი, უარის თქმა სიმდიდრის გამოყენებაზე კეთილი საქმეებისთვის, ეს მომხვეჭელობის პირველი ნიშანია და მომხვეჭელობას აქვს მეორე ნიშანი. მეორე ნიშანი ეს არის ღმერთზე იმედის დამყარების უარყოფა. იმიტომ რომ მომხვეჭელი ადამიანი აგროვებს, ინახავს. მას გონია რომ შეიძლება დაეკარგოს ყველაფერი. იმიტომ რომ ღმერთზე არ არის დანდობილი. ერთხელ იესო ქრისტემ მოწაფეები გაუშვა ყველაფრის გარეშე, უთხრა არაფერი არ წაიღოთო, არ გინდათ ორი ტანსაცმელი, არ გინდათ ფეხსაცმელი ორი, არაფერი ფული არ ჩაიდოთო, არაფერი არ წაიღოთო. წარმოგიდგენიათ, უყველაფროდ წადითო. ეს რომ შეასრულო რა უნდა კონდეს? მიათედი რომ მოიტანო ეკლესიაში რა უნდა კონდეს? ან შესაწირავი? ნებაყოფლობითი. ან სხვა რამ გინდათ მეოცედი, მიასედი. ზოგი მიათედს წირავს, ზოგი მეოცედს, ზოგი მეხუთედს, ზოგი 90.000-ს და ასე შემდეგ. ნებისმიერი რამ. ზოგი დავანებოთ ფულს, რაიმე მატერიალურს. ერთხელ ქრისტემ სთხოვა პეტრეს, მათხოვეო შენი ნავიო, ნავი ათხოვა უფალს. ესე შესაწირავია. ზოგი თავის სახს წირავს იმ თვალსაზრისით, რომ მორწმუნეებს იპატიჟებს სახში. რათა ერთად იყვნენ, მოზიარეობა ჰქონდეთ, ესეც შესაწირავია. არ გეგონოთ რომ შესაწირავი მანდა მაინც ფულის მოტანა. ნებისმიერი მატერიალური რესურსის გამოყენება სათასასუფეველის ინტერესებისათვის ეს შესაწირავია. ახლა კი უპასუხოთ ამ შეკითხვას, იმისათვის რომ რაღაცა შეწირო. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმისათვის რომ შეასრულო ქრისტეს დავალება, წახვიდე, არაფერი არ წაიღო. არც აბანკო ბარათი,
არც არანაირი დანაზოგი შავი დღისათვის არაფერი. რა არის ამისთვის საჭირო? რწმენა. რწმენა, ამის რწმენის გარეშე ამას ვერ იზამ, უბრალოდ ვერ იზამ. მუდამ გექნება შიში. მუდამ გექნება განცდა. ავად რო გავხდე? რაღაცა რო დამემართოს? სტიქია რო მოხდეს? რო დავკარგო სამსახური? რომ მაშინ დაიზღვიეთ თავი. ყველაზე კარგი გამოსავალია დაზღვევა. შემდეგ მიაკითხავ დაზღვევას და ის გეტყვის, რა ის პატარა ასოებით იყო ჩაწერილი, რომ ეს არ ვრცელდება თქვენს ზიანზე. ამიტომ ჩვენ ვერ გადაგიხდით ვერაფერს. ყველაზე კარგი დაზღვევა ღმერთია. ეხლა შეხედეთ, იესომ ხო გაუშვა ყველაფრის გარეშე. შემდეგ ხო დაბრუნდნენ. და სერობის ღამეს ეკითხება, მე რო გაგიშვითო და არაფერი არ ქონდათო. რაიმე გაკლდათო, საჭმელი, სასმელი, ტანსაცმელიო, რა უპასუხეს? გახსოვთ ეს სიუჟეტი, რომ დრო არ დავკარგოთ. და ახლა არ ვეძებოდა, არ გადავშალო და არ წავეკითხოთ. გახსოვთ, რომ დაბრუნდნენ. იესო ეუბნება, რო გაგიშვითო, ყველაფრის გარეშეო, ფულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, დანაზოგის, რაიმე მოგაკლდათო, როდესაც ჩემს სიტყვას ასრულებდითო? რა უპასუხეს? არა უფალო. არა უფალო. მომხეჭელობას აი ეს ორი რამ ახასიათებს. პირველი, უარის თქმა, ანუ შენ ინახავ, ნახე, ტანსაცმელი იმდენია, რომ უკვე ჩრჩილი ჭამს. ოქრო ვერცხლი უკვე იმდენი აქვს, რომ ჟანგი აქვს. შეკითხვა, რისთვის უნდა ეს ყველაფერი? რათ უნდა ეს ყველაფერი? თუ არ გამოიყენე. თუ არ გამოიყენე. ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ, მაგრამ როდესაც მომხეჭელობაზე ვსაუბრობთ, გვახსენდება ქრისტეს ერთი ცნობილი იგავი. ყველას უფალმა ბატონმა დაურიგა. დაურიგა სიმდიდრე. ყველამ გამოიყენა, ყველამ დახარჯა, ყველამ გაუკეთა ინვესტიცია, მხოლოდ ერთმა არა. ერთმა ჩამარხა. ერთ ვარიანტში წერია მიწაში, მეორე ვარიანტში წერია ტილოში. და იგულისხმება თუ უფრო ზუსტ ანალიზს გავაკეთებთ ბერძნული ტექსტისა, სუდარა. კუტრისათის განკუთვნილი ტილო. გახსოვთ? ანუ მოკლა ის რაც ქონდა, დამარხა. არ გაატანა წყალს. შესანიშნავად ითქვა, აი პირველ ქადაგებაში ავგუსტინეს სიტყვები. თქვენ ღმერთს კი არ აძლევთო, თქვენ ინახავთო იმას, რასაც აძლევთო. როგორ თქვა ჩვენმა შოთამ? რასაცა გასცემ ის არისო შენიო და რასაც არ გასცემო, შენ კი გავსო, მაგრამ დაკარგულია ყველამ ვიცით ეს თეორიულად. მაგრამ ამას ქვია მომხეჭელობა. ეს არის ის, რაც იაკობის დროს მყოფ მდიდრებს ეუბნება იაკობი. ნახეთ, კიდევ ერთხელ. ის ეუბნება, დაუნჯებული გაგვთ განძი უკანასკნელ დღეებისათვის. სადაც შენი განძია, საუნჯია, იქ არის შენი გული. გახსოვთ დათათუთაშხია როგორ ეუბნება იმ მდიდარს, რომელიც ინახავდა ფულს, სიმდიდრეს და თავის ოჯახს სიღარიბეში ამყოფებდა. და ეუბნება, რად გინდა ეს სიმდიდრე? რისთვის გინდა თუ არ იყენებ? ვაგროვებ, იქნებ დამჭირდეს. მომხეჭელობის აი მთავარი საზრისი ეს არის არ დახარჯო არაფერი კეთილი საქმეებისთვის, შეინახე. არ გაუშვა ხელი. წმინდა ამბროსი მედიოლანელი ამბობს, მე მგონი ყველაზე შესანიშნავ სიტყვებს მომხეჭელობის შესახებ. ის ბრძანებს, ყველა ცოდვა ადამიანთან ერთად ბერდებაო. საინტერესოა რა, დაკვირვება. ყველა ცოდვა ადამიანთან ერთად ბერდებაო. მაგრამ არის ერთი ცოდვა, რომელიც არასდროს არ ბერდებაო ადამიანთან ერთად. პირიქით, ყოველთვის ახალგაზრდავდებაო. და ეს არის მომხეჭელობა.
იმიტომ რომ ბავშვსაც შეუძლია რა არ გინახავთ ბავშვი რო აგროვებს სათამაშოებს და არავის არ აძლევს. ბავშვური გამოვლინება მომხვეჭელობისა. მიეცი ეუბნება მშობელს ასწავლის. არა ჩემია. რამდენი გავს ერთი მიეცი, არა მე მინდა. რა მოხუც არ შეუძლია მომხვეჭელობით იყოს გატაცებული, რა თქმა უნდა. ან შეიძლება შეაგროვოს ისეთი რამები, რომელიც საერთოდ არ ჭირდება. რა არის მეორე? მეორეს ქვია თაღლითობა. სად ჩანს აქ თაღლითობა? აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ თქვენი ყანების მომკელთ. ღაღადებს და მომკელთა ღაღადი უფალ საბაოთის ყურამდე აღწევს. გერხარდ მაიერი ამბობს, რომ იმ დროს, როცა იაკობი ამას წერდა ებრაელებს, არ ქონდათ ყანები, მაგრამ შენი ყანა შეიძლება იყოს შენი სამსახური, შენი ოფისი, შენი პროფესია, შენი ყანა. როგორ მუშაობ იქ? აძლევ თუ არა დროულად ხელფას? ან რა ურთიერთობა გაქვს მუშაობის დროს? მუშაობის პროცესის მონაწილეებთან. რაზეა აქ ლაპარაკი? აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როდესაც შენ მოურიგდები ადამიანს თანხაზე, გადაუხადო ეს თანხა. ასე ვთქვათ, არ შენი სიტყვა დაარღვიო. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ როდესაც მოურიგდები ან გადაუხდი თანხას, არ დაეკარგო დამქირავებელს. ზოგჯერ მოურიგდებიან რაღაცა სამუშაოს შესასრულებლად და მერე ეძებენ თვეობით, სად არის, დაიკარგა, არ არის. ან პირიქით გააკეთა სამუშაო და დამქირავებული ფულს არ უხდი, საზღაურს არ აძლევს მას. ანგელოსური დოქტორი, დოქტორ ანგელიკუს, წმინდა თომა აქვინელი, თავის ცნობილ შრომაში თეოლოგიის ჯამი ვრცლად ლაპარაკობს თაღლითობის შესახებ, რომელიც შეიძლება აღმოცენდეს ვაჭრობის ყიდვა-გაყიდვის პროცესში. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რა საჭიროა თეოლოგიურ სახელმძღვანელოში ამის შესახებ ვრცლად ლაპარაკი. მე მგონი კი არა საერთო აზრია, რომ აქვინელის მსგავსად არავინ არ იმსჯელა და არავინ არ დაწერა იმდენი ცოდვებზე, აი იმ მთავარ ცოდვებზე, რომლებიც წმინდა გრიგოლ დიდმა დაასახელა, არავინ მის გარდა. კათოლიკებს აქვთ ერთი კარგი ტრადიცია. მოძღვრებს, ანუ მასწავლებლებს ეკლესიისა, რომლებიც არის აღიარებული მასწავლებლები მთლიანად ეკლესიის, აძლევენ ეპითეტებს. აი წმინდა თომას მისცეს ანგელოსური მოძღვრის ეპითეტი. ნეტარ ავგუსტინეს როგორ ფიქრობთ, როგორი ეპითეტი მისცეს, როგორი მოძღვარი? ანუ დოქტორ ანგელიკუს, დოქტორ გრაციე, ანუ მადლის მოძღვარი. წმინდა ბერნარ კლერუელს მისცეს ეპითეტი თაფლის, ანუ მისი მოძღვრება თაფლს შეადარეს. მოთაფლული, თაფლიანი, არ ვიცი როგორც გენებოთ, მოძღვარი. აი ერთ-ერთი ასეთი მოძღვარი, ანგელოსური მოძღვარი, თავის ცნობილ თხზულებაში თეოლოგიის ჯამი 77 შეკითხვაში დეტალურად აღწერს თაღლითობის ცოდვას. თორმე ამ ცოდვასაც შესწავლა და აღწერა სჭირდება. ის 4 მხარეს გამოყოფს, ჩვენ ამაზე არ ვილაპარაკებთ, ხოლმე და მხოლოდ ერთ რამეს შევეხები, რაც ძალიან გავრცელებულია. ის ამბობს, საჭიროა თუ არა გამყიდველმა შეატყობინოს მყიდველს ნივთის წუნის შესახებ, თუ მას გააჩნია ეს წუნი. და არის თუ არა თაღლითობა, როდესაც რაღაცას ყიდი, იცი რომ ამ ნივთს, ამ საგანს აქვს წუნი და ამას წინასწარ არ ატყობინებ მყიდველს. როგორ ფიქრობ, თაღლითობა თუ არა? წმინდა თომა პირდაპირ ამბობს, ეს თაღლითობა. მე ვარ მსხვერპლი ამ თაღლითობის. მე მომყიდეს ასეთი რაღაცა, შემდეგ როდესაც ვყიდდი იმას, აღმოჩნდა რომ იყო ძალიან წუნიანი. თაღლითობა არის თუ არა, როდესაც გამყიდველი თავის ნივთზე როცა ყიდის ამბობს, შესანიშნავია, ამაზე კარგი არ არის, აზვიადებს. და სიამდვილეში ასეთი არ არის.
და გააჩნია წუნი. თაღლითობა შეიძლება გამოვლინდეს უამრავ რამეში და კერძოდ სიმდიდრესთან მიმართებაში. არის თუ არა თაღლითობა? ამბობს წმინდა თომა აქვინელი. ყოველ შემთხვევისათვის მსჯელობს ამის შესახებ. როდესაც ფასზე არის ლაპარაკი, დაუშვათ, როდესაც ფასი გაბერილია, არის თუ არა ეს თაღლითობა? როცა ადამიანები ხელოვნურად ბერავენ თავისი გასაყიდი ნივთების ან შესასრულებელი სამუშაოს ფასს. მაგალითად, თუ ჩამოხოთ ბათუმის აეროპორტში და ხართ უცხოელი, შეიძლება ქალაქში მოხვიდეთ 100 ლარად ტაქსით. ბათუმის აეროპორტიდან ცენტრამდე 100 ლარი. გაბერილია თუ არა? უნდა წავიდეთ და ტაქსისტებს თომა აქვინელი უქადაგოთ. ჩვენ გონია რომ როდესაც ამ მუხლებს კითხულობთ ვართ დამკვირვებლები, არა, ჩვენ მონაწილეები ვართ. აქ წერი, აჰა, მუშაკთა საზღაური, რომელიც დაუკავეთ. ეს არის არასწორი თაღლითური ურთიერთობა ფულთან მიმართებაში. როდესაც არ უხდი შესაბამის გასამრჯელოს. ან პირიქით, როდესაც არ უსრულებ გადახთილი სამუშაოსთვის სამუშაოს. ყველა ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ჩვენ ეს მანკიერება. და ეს მარტო მდიდრებისთვის არ არის, ეს შეიძლება გააკეთოს ყველამ. და რა არის მესამე? პირველი ეს არის მომხვეჭელობა, მეორე ეს არის ტყუილი და თაღლითი. ამას დავამატებდით ჩვენ აგრეთვე მეორე რჯულში და ლევიანში დაწერილ მკაცრ გაფრთხილებას იმ პიროვნებების მიმართ, რომლებმაც შეასრულებინეს სხვებს მუშაობა, მაგრამ არ გადაუხადეს საზღაური. იქ პირდაპირ წერი ასეთი ადამიანი შემომღაღადებს მე და სოდვად ჩაუთვლი ამის გამკეთებელსო. მესამე, რა არის მესამე? სიამეთ მოყვარეობა. აქ პატარა პრობლემაა. რა პრობლემაა? თუ სიამოვნება ცხოვრებაში, ან სიამოვნების მიღება არის ცოდვა. ერთი შეხედვით შეიძლება არ იყოს ცოდვა. იმიტომ რომ პირველ წერილში ტიმოთეს მიმართ მე-6 თავის მე-17 მუხლში პირდაპირ წერია. ამ საუკუნეს მდიდრებს ამცნი, ანუ მორწმუნე მდიდრებს, რომ არ გადიდგულდნენ, არ მიენდონ მაცდურ სიმდიდრეს, ხო ვთქვით, რომ მომხეჭელობას რა ორი ბოროტება დაძდებს. ნდობა, მდიდრებს ეუბნება. ნახეთ, წმინდა პავლე, წმინდა იაკობი ერთ სულში ლაპარაკობენ. ერთ სულში. აქაც ნახე პავლე რას ამბობს. არ მიენდონ სიმდიდრეს, არამედ სოცხალ ღმერთს და მიაქცეთ ყურადღება, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს, ჩვენს თარგმანშია მოსახმარად. სხვა ქართულ თარგმანში წერია სასიხარულოდ, სინამდვილეში წერია სასიამოვნოდ, ნეტარებისთვის, სიტყვებისთვის. იგივე პავლე მეორე წერილში ტიმოთეს მიმართ მესამე თავში ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში იქნება გავრცელებული ცოდვა. რანაირი? იქნებიან ადამიანები გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო სიამეთა მოყვარულნი ვიდრე ღვთისა. ხედავთ, წინააღმდეგობა აქაც პრობლემაა. სიამის მიღება ცხოვრებაში ცოდვაა თუ არა? იაკობის თანახმად ჩვენ ხედავთ, თქვენ განცხრომას ეძლეოდით ქვეყანაზე და ნებივრობდით. ეს მხილებაა, მდიდრებს ეუბნება. ანუ თქვენ იყენებდით სიმდიდრეს განცხრომისა და ნებივრობისთვის, თითქოს დაკვლის დღისათვის გულები დაისოხეთ. ისევე როგორც ჩვენთანო. ხო იცით, საახალწლოდ რო ამზადებენ ღორს დასაკლავად. ყველაზე კურთხეული ზღორია. ბევრს აჭმევენ. ულიან. იმ ღორს გონია რომ რჩეულია, ყველაზე კარგი ღორია. და პრაქტიკულად აჭმევენ რომ გაასუქონ. და მიზანი რა, რომ დაიკლას ბოლოს. ყველაზე მეტ კურთხევას ის ღორი იღებს. ყველაზე მეტად გასუქებული ის უნდა იყოს, იმიტომ რომ ის საახალწლო დასაკლავი ღორია. წინააღმდეგობა არის თუ არა აქ? ერთი შეხედვით თითქოს არის. ღმერთი თურმე იძლევა რომ სიკეთეებს, კურთხევებს რომ ჩვენ დავტკბეთ. მეორე მხრივ ნებივრობა
განცხრომისათვის თავის მიცემა არის ბოროტება და ცოდვა. სხვათა შორის იაკობთან გამოყენებულია ცნობილი სიტყვა ფილე პირველი ამ სიტყვის ნაწილი არის ფილე, რაც წარმოდგება სიტყვიდან ფილოსი მეგობარი და მეორე სიტყვა არის სიტყვა, საიდანაც ყველასთვის ცნობილი სიტყვა წარმოდგება ჰედონიზმი. ანუ სიამე, განცხრომა, სიტკბოება. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ აი ასეთ დაპირისპირებაზე და ასეთ თითქოს ურთიერთსაპირისპირო მტკიცებაზე, უნდა გავითვალისწინოთ საერთო მოსაზრება და საერთო დასკვნა. პასუხი ასეთია. ღმერთი, რა თქმა უნდა, იძლევა კურთხევას. როდესაც უფალმა დააპურა 15,000 ადამიანი, წერია ყველა გაძღაო. არავინ არა მარტო მშიერი, არამედ ყველა გამძღარი, ანუ დამტკვარი, დაკმაყოფილებული დარჩა. ბიბლიაში ჩვენ ვხედავთ უამრავ მაგალითს, როდესაც ღმერთი იძლევა სხვადასხვა კურთხევას ადამიანის გულის გასახარებლად. მაგრამ ტკბობა, განცხრომა, სიამოვნება ხდება ცოდვა, როდესაც ის იძენს ცოდვის ელფერს. როდესაც ის ზღვარგადასულია. როდესაც ის ღმერთის მცნების საწინააღმდეგოა. ტკბობა შეიძლება ცოლთან, ან ქმართან დაუშვათ, რომ კარგად გავიგოთ. მაგრამ როგორც კი ტკბობა ცოლ-ქმრულ ურთიერთობის სარეცელს ცდება, ტკბობაა, მაგრამ როგორი ტკბობაა? ცოდვილი. აი ეს აზრი დავიჭირეთ თუ არა? ღმერთი იძლევა კურთხევას, პირდაპირ წმინდა პავლე მოციქული, ამცნე მდიდრებსო, ნუ დაამყარებენ იმედს სიმდიდრეზეო. არამედ დაამყარონ იმედი ღმერთზეო, რომელიც ყველაფერს უხვად გვაძლევს დასატკბობად. მაგრამ თუ ეს სიამე, ტკბობა, სიამოვნება ღვთის მცნების დაპირისპირებაში ექცევა და ხდება აღვირახსნილი, საზღვარ გადასული, ის უკვე ხდება მანკიერება და ცოდვა. და ურთიერთობა, რომელიც ღმერთმა შექმნა კაცსა და ქალს შორის, არის ამის ნათელი ილუსტრაცია. იმიტომ რომ ღმერთმა ერთი კაცი შექმნა და ერთი ქალი შექმნა ასეთი ტკბობისთვის. არა 10 კაცი და ერთი ქალი და არა 10 ქალი და ერთი კაცი, არამედ ერთი კაცი და ერთი ქალი. ასეთი იყო ღმერთის ჩანაფიქრი. როგორც კი ეს ცდება საზღვრებს, იწყება სიამეთ მოყვარეობა. ვინ გახსენდებათ, როდესაც სიამეთ მოყვარეობაზე ფიქრობთ ან მსჯელობთ? აი, ვინ გახსენდებათ მეხუთე მუხლში, როდესაც იაკობი კიცხავს მდიდრებს, რომლებიც განცხრომასა და ნებივრობას არიან გადაცემული. ვინ გახსენდებათ სახარებიდან? მე მახსენდება ის მდიდარი, რომელიც ყოველ დღე განცხრომაში იმყოფებოდა და მის გვერდით მყოფი ლაზარე სიღარიბეში იტანჯებოდა. და როდესაც ერთიც და მეორეც მოკვდა, ერთს ეთქვა, რომ შენ უკვე მიიღე შენი სიამეები, შენი განცხრომანი, შენი სიტკბოებები ამ ქვეყანაზე, უпроსტად იმ ქვეყანაზე, სააქაოში, ხოლო საიქიოში, ანუ იმ ქვეყანაზე, სუსხანარი ტკბობა ბჭყალებში და სუსხანარი განცხრომა გელოდებაო. მაშასე, მოდით შევაჯამოთ ზემორი თქმული. პირველი და მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ. ჩვენ მიერ წაკითხული ტექსტი, ეპისტოლესი, ეს 5 მუხლი, მხოლოდ და მხოლოდ 5 მუხლი წავიკითხეთ მეხუთე თავიდან. არის კი მრისხანე, არის კი გამკიცხველი, კი არის მამხილებელი, არის ულმობელი, საშინელი შეიძლება ითქვას და არ ტოვებს თითქოს შტაბეჭდებას, რომ ლაპარაკია ცოდვილებს, მორწმუნე მდიდრებზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ცოდვილებზე, მაგრამ ეს ტექსტი არის ნიმუში ყველა ადამიანისათვის, რათა გვასწავლოს ჯეროვანი, ღვთისათვის მოსაწონი, ღვთისმოსაური დამოკიდებულება სიმდიდრის მიმართ. და მთავარ გულისგული, რაც უნდა ვთქვათ, და ამის გარეშე ჩვენი სიტყვა იქნება მხოლოდ და მხოლოდ მორალისტური ქადაგება და მეტი არაფერი. ჩვენ ვიცით ერთი მდიდარი.
რომელმაც უარი თქვა სიმდიდრეზე და გაღატაკდა. რომელიც ყოველ დღე ამ დიდრის მსგავსად არ ნებივრობდა და განცხრომას და სიამოვნებას არ მიეცემოდა. რომელმაც ყველაფერი დაკარგა. რომელსაც არ დაუტოვებია არანაირი სამკვიდრო. მატერიალური. რომელმაც ტანსაცმელიც კი დაკარგა. რომელსაც არც საჭმელი ქონდა და არც სასმელი ქონდა. წყუროდა, შიოდა. რომელსაც არც სახლი ქონდა, იმიტომ რომ თქვა, მელიებს აქვს სოროები, ცისფრინველებს აქვს ბუდეები, ძეკაცისას კი არა აქვს თავის მისაყუდებელი ადგილი. ჩვენ ვიცით ერთი მდიდარი, რომელმაც სიამოვნების ნაცვლად დაითმინა ჯვარი, გაღატაკდა, გაღარიბდა იმისათვის, რომ ჩვენ გაღატაკებულები გამდიდრებული ყავით მასში. რითი? უპირველეს ყოვლისა ცოდვების მიტევების სიმდიდრით, ღმერთთან შერიგების სიმდიდრით. უპირველეს ყოვლისა ღმერთთან მოზიარეობის სიმდიდრით. ჩვენ ვიცით ერთი მდიდარი, განსაკუთრებული მდიდარი, რომელმაც ნებაყოფლობით უარი თქვა სიმდიდრეზე. ჩვენ ვიცით ბევრი მდიდარი, რომლებიც უარს ამბობდნენ სიმდიდრეზე და ღატაკებს ურიგებდნენ თავიანთ სიმდიდრეს, მაგრამ ამ დიდრის საქციელი არის განსაკუთრებული, იმიტომ რომ ეს საქციელი არის გამომსყიდველი საქციელი. მან თავისი სიმდიდრე, თავისი სიცოცხლე გაუნაწილა საწყალწოდვილებს. ჩვენ, რათა მასში გავმდიდრეთ ზეციური სიმდიდრით და გამდიდრებულებმა ზეციური სიმდიდრით ვისწავლოთ მიწიერი სიმდიდრის გონივრული ღვთისმოსაური გამოყენება. მე ვლაპარაკობ იესო ქრისტესზე, რომელმაც ჩვენთვის დაითმინა ცოდვის სიღატაკე, დაითმინა სიღატაკის წყევლა და მასში ჩვენ მოვიპოვეთ სიმდიდრე, კეთილგონიერება და ღვთისმოსაობა.